ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა სკოლისკენ მიმავალ გზაზე. ყოველ დილით. სად მოდიხარ? ხან ამგონი ვაგვიანებთ. არადა ჩემი სახლიდან სკოლამდე არის ზუსტად 3 გაჩერება. უბრალოდ აი ამ გაჩერების მერე კიდე ფეხით არის სავლელი და ჭირდები ზუსტად მანქანით 5 წუთი მოსვლას. მაგრამ მუდმივად არის აი ამ დღეში გაჩვენებთ. მე და ჩემი შვილები სკოლისკენ კურსნაბიჯით მიმავალი მანქანების რიგში ყოველ დილით დგომას იმდენად შევეჩვიეთ, რეაქცია აღარც გვაქვს. კიდევ კარგი ჩვენი სკოლა სახლთან შედარებით ახლოსაა, თუმცა იმდენად ახლოს მაინც ვერ არის, რომ ნახევრად მძინარე 5 წლის ბავშვებთან ერთად ყოველ დილით ფეხით გადავირბინო. ხო და მორჩილად ვდგავართ მანქანების გრძელ რიგში. ჩვენთან ხო წესი ასეთია, რომ ჯერ სადღაც აკეთებენ სკოლას და მერე უცებ ვიღაც აღმოაჩენს, რომ უი თურმე ამ სკოლას ინფრასტრუქტურაც სჭირდება, გზაც სჭირდება და ნუ დაახლოებით ასე აშენდა როგორც შანს ეს ჩვენი სკოლა, იმიტომ რომ მანქანების ნაკადს აშკარად ვერ ყოფნის ეს გზა. თან ახლა მით უმეტეს ქვედა გზას არემონტებენ როგორც ვიცი და საერთოდ კატასტროფა და კოშმარია აქ შემოსვლა. ოღონდ ძალიან გთხოვთ ახლა ნუ მეტყვით რომ თუ ასე ახლოს გაქვს სკოლა შეგიძლია ფეხით მოხვიდეო ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევე დგას საცობში როგორც მე და სამ ბავშვთან ერთად მით უმეტეს 2 აქედან 5 წლის ბავშვია ვერაფრით ვერ მოვახერხებ დილით როდესაც აშკარად ყველას ეჩქარება და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მაინც და მაინც გამართულად არ მოძრაობს და სხვათა შორის გაჩერებიდან სკოლამდე მოსვლასაც სჭირდება დაახლოებით 10 წუთი ფეხით. ვერაფრით ვერ მოვახერხებ ბავშვები ჯერ სკოლაში მოვიყვანო და მერე ბაღში. არა და ბაღშიც ვერ დავტოვებ, იმიტომ რომ სკოლის მერე არის ბაღი 9-დან 10:30-მდე უნდა მივიყვანო ბაღში და 9:30-დან 9-მდე სკოლაში ანა. ასე რომ მაგ ყველაფერზე ნაფიქრი მაქვს და გამოსავალი რომ არ არის, იმიტომ ვარ ამ დღეში. თორემ ისე მეც გეთანხმებით, რომ შეიძლება მშობლების სურვილი მთლად სკოლის ყიბესთან მიიყვანონ ბავშვი მანქანით, მაინც და მაინც ჯანსაღი და ნორმალური არ არის. კაი, დემიდიობა სწრაფად. ანა სკოლაში დავტოვეთ. ახლა ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლებული თეკლას და სანდროს ჯერია. ახლა ბავშვები გამოიცვლიან და ბაღში შევლენ და მე ისევ საცობებს უნდა შევეჭიდო. ანა და შავი. წლის ბავშვების აჩქარება მით უმეტეს 100 ადრიანად ძნელია, თუმცა მე მაინც დაჟინებით ვცდილობ. შედი. დღეს ქალაქის ცენტრში გასვლა მიწევს, რაც დილის საცობების დროს გველეშაპის მოკვლის, მისი კბილების დათესვისა და ამ კბილებიდან ამოსული მეომრების დახოცვის ტოლფასია. პირველი გამოწვევა უბნიდან გასვლაა და ეს ეტაპი მარტივი გადასალახი სულაც არ არის. აი რომ ვამბობდი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩვეულებრივ საცობშია გაჭედილი მეთქი, თვალსაჩინოებისთვის დიდი ავტობუსით შემოგვხვდა. ღმერთო მადლობა რომ ახლა ხალხით გაჭედილი ავტობუსით მგზავრობა მაინც არ მიწევს. თუ მოვახერხებ ეცდები გადავიღო რა ხდება დილით და საღამოს ამ ავტობუსებში. ახლა მე მივდივარ საქმეა შეხვედრაზე. უბრალოდ კი არ მივდივარ, ვდგავარ საცობში. და ველოდები, როდის გათავისუფლდება გზა. ჩემი სახლიდან იმ ადგილამდე, სადაც ახლა მივდივარ, არის დაახლოებით 10 წუთის გზა მანქანით. მაგრამ საცობების გათვალისწინებით დავჭირდები დაახლოებით საათი და 15 წუთი. ასვისად. სხვათა შორის ამ ალაგ-ალაგ გაკეთებული ეგრეთ წოდებული ბასლეინების გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსხდომი ხალხიც ისევე დგას საცობში, როგორც მე და ჩემნაირები. სიტუაცია თბილისში განსაკუთრებით რთულდება, როდესაც წვიმს,
ამ დროს ქალაქი პრაქტიკულად გაუვალ ჯუნგლებს ემსგავსება. ავდედა დღეს კიდე არ დაგავიწყდეს ცეკვა რომ აქ გულში ფიქრე ცეკვა. ესე იგი, ზუსტად ამ საცობების გამო 2 დღის წინ დამაგვიანდა ბაღში, გვიანი ვედით ცეკვაზე და 2 დღეა სული ამომაძრო საყვედურებით. არა და როგორ აუხსნა ახლა რომ ჩემი უპასუხისმგებლობის გამო კი არ მოხდა ეს, უბრალოდ ხალხის სატრანსპორტო პოლიტიკაა ასეთი. დღეს ის იშვიათი დღეა, როცა ბაღში ფეხით მივსეირნობთ. ბავშვებსაც ასე ურჩევნიათ და მეც. განსაკუთრებით, როცა ამინდშიც ასე გვიმართლებს. ხანდახან ისეც ხდება, რომ ანას გამოუვლის მისი მეგობარი და ერთად მიდიან სკოლაში. ასეთ დროს მე და ტყუპები ფეხით მივდივართ ბაღში, სეირნობაც გამოგვდის და ბაღშიც არ ვაგვიანებთ. ზოგადად ბევრად ჯობს, რომ სახლთან ახლოს იყოს ბაღიც და სკოლაც და რა თქმა უნდა წრეებიც, რადგან ასეთ კატასტროფულ საცობებში მანქანაში საათობით ჯდომა ბავშვისთვისაც და მშობლისთვისაც არის ჩვეულებრივი წამება. სამწუხაროდ მსგავსი გასეირნებები ანას სკოლის რეჟიმის გამო ხშირად არ გამოგვდის. ზაფხულის არდადეგების მერე სკოლის და ბაღის რეჟიმთან დაბრუნება ავტომატურად საცობების რუტინის დაბრუნებასაც ნიშნავს. არ მივეკუთვნები ადამიანების იმ კატეგორიას, რომელიც მხოლოდ ავტომობილით გადაადგილდება და უარს ამბობს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მით უმეტეს, რომ საპარკინგი ადგილების ისეთივე სერიოზული პრობლემაა ქალაქში, როგორც საცობების. სხვათაშორის მქონდა ერთხელ მცდელობა გამეჩერებინა მანქანა და მესარგებლა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა პირველივე დღეს დავრწმუნდი, რომ ეს ჩემი იდეა არა მარტო გულუბრყვილო იყო, არამედ ბრიყულიც, რადგან დაახლოებით 2 საათით დავაგვიანე სახლში დაბრუნება, რითაც დავაზარალე ის ადამიანი, რომელიც ბავშვებთან ყავდა დატოვებული, აღარ მოუყვები რა პირობებში მომიწია გაჭედილ ავტობუსში მგზავრობამ. და როცა ამ ყველაფერს თან ერთვის 3 პატარა ბავშვი, რომელთან ერთადაც მომიწევდა გადაადგილება, რა თქმა უნდა, იძულებული გავხდი უარი მეთქვა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. გიკვირდებათ და ისევ საცობში ვარ. სხვათა შორის საცობში ბევრი სასარგებლო რამე შეგიძლიათ გააკეთოთ. მაგალითად დაესწროთ ონლაინ კონფერენციას, შობელთა კრებას, თქვენი ცოდნა გაიმყაროთ YouTube ვიდეოების ყურებით, ან დაურეკოთ დიდი ხნის უნახავ ნაცნობ მეგობრებს. მოკლედ, ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ გზაში გარდა გადაადგილებისა. სხვათა შორის ამ ყველაფერს მე ჩემი სამიშვილის გადამკიდე სახლში ვერ ვახერხებ. ასე რომ ხო შეგვიძლია რაღაც კარგიც დავინახოთ ამ ყველაფერში. ისევ საცობში ვარ, ისევ მეჩქარება სახლში და ისევ მიწევს იმ ადამიანის დაზარალება, ვინც ბავშვებთან ერთად დავტოვე, რადგან მასაც თავისი გეგმები აქვს, გათვლილი აქვს რა დროს სად უნდა იყოს და ფაქტობრივად ამ გეგმებს მე ვუყენებ თავდაყირა. და მართლა არ ვიცი რა დროს უნდა გამოხვიდე, რომ A პუნქტიდან B პუნქტამდე და პირიქით უკან დაბრუნების შემთხვევაში დროულად დაბრუნდე სახლში. რადგან ამ ქალაქში უკვე პიკის საათი რაღაც კონკრეტულ საათებს არ გულისხმობს. ფაქტობრივად დღის მონაკვეთის მოფიქრება მიჭირს, როდესაც მოძრაობა შედარებით თავისუფალია და შეიძლება თავისუფლად გადაადგილდე ქალაქში. მე რაც მოვიფიქრე, ის არის, რომ სკოლაც, ბაღიც და წრეებიც შემშულებს აქვს ფაქტობრივად ძალიან ახლოს და შესაბამისად ჩვენთვის გადაადგილება უფრო მარტივია. მაგრამ როდესაც რაღაც საქმეზე მიწევს ქალაქში გასვლა, მთელი ჩემი გეგმები და მთელი ჩემი დღის რეჟიმი თავზე მენგრევა. არ ვიცი, თქვენ რა გამოსავალი იპოვეთ?